სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ღმერთი რომ განკაცდა, ანუ ადამიანად როცა მოვიდა, ის საქმე, რომელიც მას უნდა აღესრულებინა, სეციური მამის მორჩილებით, იმ საქმის აღსრულებისათვის, საქმის ორგანიზებისათვის, აღსრულებისათვის, ნაყოფის გამოღებისათვის, თავად საქმე ითხოვდა ამას. იყო ის, რომ მის გარშემო ყოფილიყვნენ ერთგული ადამიანები, რომლებიც თავისი ნებით, თავისი არჩევანით მიიღებდნენ იმ ცხოვრებას, რა ცხოვრებას, იმ სიცოცხლეს, რა სიცოცხლეც მან მოიტანა და შემდგომში გააგრძელებდნენ და თაობებს გადასცემდნენ. ეს ადამიანები იყვნენ მოციქულები. და რასაც აკეთებდნენ მოციქულები, ფაქტობრივად იმას აკეთებს 2000 წლის განმავლობაში ეკლესია. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის კვალი, რომელიც ქრისტემ როგორც ადამიანმა დატოვა თავის თანამოაზრეებში, თავის მიმდევრებში, რამე თუ ჩვენ სწორედ აი ამ ტრადიციას ვეფუძნებით. ეს არის სწორედ მართლმადიდებელი ეკლესია. და მართლმადიდებელი ეკლესია 2000 წლის განმავლობაში ასწავლის, ქადაგებს, მოქმედებს ზუსტად ისე, როგორც ამას მაცხოვარი აკეთებდა. ყოველი სიტყვა ეკლესიის მიერ გახმოვანებული, თუ არ არის თანხვედრაში მაცხოვრის სიტყვასთან, ის რა თქმა უნდა უკვე ღვთის სიტყვათ არ ითვლება. ხოლო ყოველი სიტყვა, რომელიც თანხვედრაშია არსობრივად, რამე თუ სულიწმინდა ღმერთის მიერ მეტყველებს ეკლესია თავისი წმინდანების მიერ, ანუ იმ ადამიანების მიერ, რომლებმაც თავიანთი ნება ღვთის ნებას დაუქვემდებარეს, ყოველი სიტყვა იგივეა, რასაც მაცხოვარი იტყოდა. ამიტომაც არის, რომ ჩვენ სულ ვამბობთ, უნდა ვკითხულობდეთ არა მარტო სახარებას, არამედ მოციქულთა წერილებს ახალ აღთქმაში და არა მარტო მოციქულთა წერილებს და არა მარტო ახალ აღთქმას, როგორც ასეთი, არამედ წმინდა მამათა თხზულებებს, იმიტომ რომ არსით ეს ყველაფერი ერთ და იგივეა. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა კონტექსტში, სხვადასხვა ადამიანების წინაშე, სხვადასხვა ეპოქაში წარმოთქმული და ეს ყველაფერი ჩვენ გვამდიდრებს და ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ აი ამ განსაკუთრებული მემკვიდრეობის, მოციქულთა მემკვიდრეობის გამგზელებელნი გავხდეთ. დღეს მოციქულთა თავთა პეტრესი და პავლეს ხსენებაა და ფიქრობ სწორი იქნება, რომ ამბიონი მათ დაუთმოთ და მათი წერილებიდან გარკვეულ ამონარიდებს ამოგიკითხავთ და ვფიქრობთ, ეს ჩვენთვის იქნება ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანი. პირველ რიგში პეტრე მოციქულის წერილებიდან ამოგიკითხავთ ამონარიდებს. ასე ბრძანებს პეტრე მოციქული. ასე ქადაგებდა, ეს სიტყვა დღესაც ცოცხალია და ჩვენც მსგავსად უნდა განვიცდიდეთ და მსგავსად უნდა ვსაუბრობდეთ. პეტრე მოციქული თითქოს განციფრებული ამბობს, რომელიც არ გინახავთ ქრისტეზე საუბრობს, ან საუბრება იმ ადამიანებს, ვისაც უშუალოდ ქრისტე არ უნახავს. რომელიც არ გინახავთ და გიყვართ. პეტრეს უნახავს და უყვარს. და პეტრე თითქოს გაოცებული საუბრობს, რომ თქვენ არ გინახავთ და მაინც გიყვართ. რომელიც არ გინახავთ და გიყვართ, ვერც ახლა ხედავთ, მაგრამ გწამთ და ენით უთქმელი და დიდი სიხარულით ხარობთ. ეხლა მე ვფიქრობ უკვე ჩემ თავზე. მიყვარს, მწამს და ენით გამოუთქმელი სიხარულით ვხარობ თუ არ ვხარობ. მეკუთვნის თუ არა პეტრე მოციქულის ეს სიტყვები, მე და თუ არ მეკუთვნის, უნდა განვიკუთვნო, ისე უნდა ვიცხოვრო, რომ განვიკუთვნო. რადგან ამით აღწევთ თქვენი რწმენის საბოლოო მიზანს, რას? სულების ხსნას ასრულებს პეტრე მოციქული. ჩვენ უნდა გადავრჩეთ, გადარჩენა ეს არის ღმერთთან ყოფნა. ჩვენი გათავისუფლება იმ ეგოიზმისგან, იმ დემონური, პამპარტავნული სიამაყით ახსავს ეპიროტყული მიდრეკილებებისაგან, რომელიც დასემული ბუნებიდან გამომდინარე ჩვენ გვაქვს. წმინდა იყოს თქვენი ყოველი ქცევა, პეტრე მოციქული აგრძელებს. წმინდა იყოს თქვენი ყოველი ქცევა. რას ნიშნავს წმინდა იყოს თქვენი ყოველი ქცევა? ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ყოველი ქცევა, დაწყებული გულის სიტყვიდან, გაგრძელებული სიტყვით და კვლავ გაგრძელებული ქმედებებით იყოს ღვთისნებასთან თანხვედრი
ამას ნიშნავს წმინდა იყოს ყოველი თქვენი ქცევა. როგორც წმინდაა თქვენი მხმობელი. ვინ მოგვიხმო? ქრისტე მოგვიხმო. წმინდა, ანუ მან დაგვანახა მაგალითი მორჩილებისა, მოგცა მაგალითი მორჩილებისა. ვინაიდან დაწერილია წმინდანი იყავით, რამე თუ მე წმინდა ვარ. ეს არის ღვთის მოწოდება. მას განიშორეთ ყოველგვარი უკეთურება, ყოველგვარი ზაკვა, პირფერობა, შური, ყოველგვარი ავსიტყვაობა. ანუ ის, რაც არ არის ღვთისნებასთან თანხვედრაში, ყველაფერი არის უკეთურება, ყველაფერი არის ზაკვა, ანუ მზაკვრობა, პირფერობა, შური და ყოველგვარი ავსიტყვაობა. რა არის ავსიტყვაობა? სიტყვა, რომელიც არ არის თანხვედრაში ღვთისნებასთან, ის არის ავსიტყვა. თუნდაც ეს მეჩვენებოდეს, რომ რაღაც კეთილია. ყოველი ღვთისნებასთან არ დაკავშირებული სიტყვა, ყოველი სიტყვა, რომელიც ეწინააღმდეგება ღვთისნებას, იგი არის დესტრუქციული ჩემთვის და იმ ადამიანისთვისაც, ვისაც მე ამ სიტყვას ვეუბნები. უკეთუ გემო გიხილავს, უკეთუ გემო გიხილავს. რამე თუ ტკბილარს უფალი, ბრძანებს პეტრე მოციქული. და ხშირად მithქვავს, რომ თუ ადამიანმა ეს არ გამოცადა, რას ნიშნავს, იგი ვერ მიხვდება ამ სიტყვებს, ამ მეტაფორას ერთგვარს რას ნიშნავს ტკბილი უფალი. მაგრამ თუ ადამიანმა ეს გამოცადა, იგი ზუსტად ხვდება პეტრე მოციქული რას ამბობს და ვფიქრობ, რომ ქრისტიანობა სწორედ იქიდან იწყება, როცა ადამიანი გამოცდის ამ სიტყვებს, რომ ტკბილარს უფალი. რომელსაც მიახლეთ, როგორც ცოცხალ ლოდს, კაცთაგან უარყოფის. ღვთის მიერ კი რჩეულს და ფას დაუდებელს. ლოდი, რომელიც შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავკიდეთა და ასე შემდეგ. ფსალმუნების ეს საოცარი სიტყვები და პეტრე მოციქული ამბობს, რომ ეს ლოდი, რომელიც შეურაცხყვეს მაშენებელთა, ლოდი, რომელიც კრავს კედლებს, რომლის გარეშეც არაფერი არ აშენდება, აი ეს სწორედ ის რა ყველაზე მთავარი უარყვეს მაშენებელმა. ანუ ღმერთის გარეშე მაშენებელმა და ჩვენ ადამიანები ღმერთის გარეშე ვაშენებთ ამ სამყაროს, ხშირად ღმერთის გარეშე ვაშენებთ ჩვენ სიცოცხლეს და ჩვენ უნდა დაუკვირდეთ საკუთარ თავს, ღმერთის გარეშე ხომ არ ვაშენებთ ჩვენს ცხოვრებას. და ყოველი წამი, რომელსაც სუნთქავთ ღმერთის გარეშე, ის ჩვენთვის დაკარგულია. როგორც ცოცხალი ქვები, თქვენს აშენდით სულიერ სახლად. პავლე მოციქული როცა ეკლესიას ორგანიზს ადარებს, ქრისტეს ორგანიზს და თითოეული ჩვენგანი უჯრედია და სხეულის ნაწილია. ამ დროს პეტრე მოციქული შენობას ადრის, რომლის შემკვრელი თავსაკიდური ლოდი თავად ქრისტეა და ჩვენც ლოდები ვართ, ცოცხალი ლოდები, რომელიც მასთან ერთად ვშენდებით. და ვშენდებით არა პასიურ ქვებად მართლაც, ეს ქვა ხო მეტაფორაა ამ შემთხვევაში, არამედ წმინდა სამღვდელოებად, სულიერი მსხვერპლის შემწირველად. თითოეული ადამიანი მღვდელია ქრისტესი, რომელიც თავის გონებით, თავის გულში მუდამ შეწირავს ქების მსხვერპლს. ანუ ჩვენ ხვდებით სამღვდელოება სულიერი მსხვერპლის შემწირველი იესო ქრისტეს მეშვეობით, რომლის განკაცებაც და რომლის მოღვაწეობაც სათნოთ უჩნდა ღმერთს, როგორც აგრძელებს პეტრე მოციქული, მამა ღმერთს. კვლავ გვიმეორებს, თქვენ ხართ რჩეული მოდგმა. ჩვენსკენ იშვერს ხელს პეტრე მოციქული და გეუბნება, თქვენ ხართ რჩეული, ანუ გამორჩეული, ანუ ღმერთის მიერ გამორჩეული. ღმერთმა გამოგირჩიათ. გესმით? ამხელა პასუხისგებლობა. გალაქტიკების შემოქმედმა ჩემთვის მოიცალა და გამომირჩია. და მეუნება, შენ რჩეული ხარ და რა უნდა ვქნა მე ამის მერე? თუ არა აღვივსო მადლიერებით და ვეცადო, გავიგო რა სურს ღმერთს და დავემორჩილო, როგორც შვილი მამას. და წარმოგიდგენიათ, ეს მამა ვინ არის? და შესაბამისად შვილიც როგორი უნდა იყოს? ამიტომ კიდევ ერთხელ მახსენებს, თქვენ ხართ რჩეული მოდგმა და კიდევ ერთხელ გვეუბნება, სამეფო სამღვდელოება, წილხვედრი, ანუ ღვთის წილხვედრი ხალხი. ანუ მღვდელს ატო გვიწოდებს. გასაგებია არის ხელდასხმული მღვდელი, იერარქიული, როგორც თქვათ, სამღვდელო დასია ეკლესიაში, მაგრამ მთელ საქრისტიანოს თითოეულ ქრისტიანს მღვდლად მოიხსენიებს. მღვდლობა ეს არის ღვთის წინაშე მუდმივი წარსდგომა
პასუხისმგებლობით. ანუ მღვდელი ვინ არის, ვინც ღვთის წინაშე დგას მუდამ. პასუხისმგებლობით. და რომელიც ისმენს ღვთის სიტყვას, ისმენს ღვთის ნებას და მას აღასრულებს და არის შემწირველი. მღვდელი აუცილებლად წირავს, ეგ არის მღვდლობა. შემწირველია, რაღაცა ძვირფასის. ღვთის წინაშე ღმერთს უნდა შესწირო, გესმით? ღმერთს უნდა შესწირო. მაგრამ არა კაენივით, არამედ აბელივით. ანუ ყველაზე საუკეთესო და რა არის ყველაზე საუკეთესო? ჩვენი სიცოცხლე, ყველაზე ძვირფასი რაც გვაქვს. აი ამას ვწირავთ ღმერთს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შენი შენთაგან შენ და შემწირველნი. მაშინ შენ ლოცვას ძალა ეძლევა ყოველთა და ყოვლისათვის. ვაგრძელებთ ხომ მსახურების დროს, ანაფორის დროს. ჩვენ ხშირად გვინდა რომ ჩვენ ლოცვას ძალა გქონდეს, მაგრამ სანამ ყოველთა და ყოვლისათვის, სანამ ჩვენ სიტყვა სხვა ადამიანისათვის, ყველასთვის, თითოეული ადამიანისათვის ძალა ექნება, მანამდე წინ უსწრებს ეს შენი შენთაგან შენ და შემწირველნი. ყველაფერი რაც მაქვს შენია და შენ შემოგწირავ და თუ ამ განწყობით ვარ, მაშინ ჩემ ლოცვას ძალა აქვს ყოველთა და ყოვლისათვის. რათა ყველას აუწყოთ ეს ჩვენ სამღვდელო დასივართ, რათა ყველას აუწყოთ მისი სიქველე, ანუ სიკეთე მისი, ვინ სიბნელიდან გამოგვიხმოთ, რომ გეხილათ მისი საოცარი ნათელი, ანუ აი მაშინ ხდები მისიონერი, მაშინ ხდები ნათელი, როცა შენ ჭეშმარიტად მღვდლობ ღვთის წინაშე და მაშინ შენი ცხოვრების წესით ყველას აუწყებ, თუ ვინ არის და როგორია ღმერთი. მე გვახსენებს ქრისტე ჩვენთვის ევნო და დაგიტოვათ მაგალითი, რათა მისდიოთ მის კვალს, რომელმან იგი ქრისტეზე საუბრობ, ცოდვა არ აქმნა და ეს საოცარი სიტყვები, რომელიც არის ესაია წინასწარმეტყველის გამეორება. ესაია წინასწარმეტყველი 53 თავი. ყველას გირჩევთ წაიკითხოთ. საუკუნეებით ადრე დაწერილი, ვიდრე ქრისტე მოვიდოდა. და იმ სიტყვებს იმეორებს პეტრე მოციქული ქრისტეს შესახებ, რომელმან იგი ცოდვა არ აქმნა, არცა იპოვა ზაკვა პირსა მისსა, რომელი იგი იგინებოდა და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და არავის უთქმიდა, მიეცა მართალი იგი მსაჯულსა, რომელმან ცოდვანი ჩვენი აღიხნა ხორცითა თვისითა ჯვარსა ზედა, რათა ცოდვათა განვეშორნეთ და სიმართლით ვცხონდებოდეთ, რომლისა იგი წყლულებით ჩვენ განმიკურნენით, რამე თუ იყვენით ვითარცა ცხოვარნის შეცდომილნი, არამედ აწ მოიქეცით წყემსისა მის მიმართ და მოღვაწისა სულთა თქვენთას. გვებოძა დიდი და ფასდაუდებელი აღთქმანი, რათა ამ ქვეყნად გულის თქმის ხრწნილებისაგან განრიდებულნი საღვთო ბუნების თანაზიარნი გავხდეთ. განსაცვიფრებელ რამეს ამბობს პეტრე მოციქული. ეს ყველაფერი აღთქმა, რაც ჩვენ გვესმის, ეს მცნებები იმიტომ მოგვეცა, რომ ამა ქვეყნიური გულის თქმის ხრწნილებას განვეშოროთ და რა მე მიზანი რა არის? საღვთო ბუნების თანაზიარნი გავხდეთ. გესმით ჩვენი შვილობა რას ნიშნავს? ღმერთს უნდა შეუერთდეთ ჩვენი უნიკალურობის შენარჩუნებით. აი პეტრე მოციქულს სადავყავართ. ამიტომ ძმანო, უფრო გულმოდგინეთ ეცადეთ, ეს არის ჩვენი სამოთხე, ეს არის ჩვენი სასუფელი, ღმერთს შეუერთდეთ. ამიტომ ძმანო, უფრო გულმოდგინეთ ეცადეთ, განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულობა, ანუ ჩვენი მღვდლობა, გულმოდგინეთ ეცადეთ, განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულობა, ეცადეთ. ესე იგი უნდა ვეცადო, ესე იგი უნდა ვიქმოდე, ესე იგი საქმე უნდა აღვასრულო, სარწმუნოებრივი. როგორ შეიძლება რწმენისა და საქმის გაყოფა? გვაქვს ჩვენ უმტკიცესი საწინასწარმეტყველო სიტყვა, ანუ ღვთის ნება განცხადებული გვაქვს, რომელი კეთილად ხოთ და აგზელებს, ეგრძალენით ვითარცა სანთელსა მთნებარესა ადგილსა შინა წყდიათსა. წყდიადი მაქვს მე შიგნით, ღმერთს ვერ ვხედავ, მაგრამ მასში სანთელი ანთია და გაუფრთხილდი, ეგრძალეთ, გაუფრთხილდით ამ სანთელს, სადამდე ვიდრემდის დღე განათლდეს შიგნით და მთიები, ანუ სისკრის ვარსკვლავი და როგორც განმარტავენ განმარტებლები, მზე, რომელიც გამთენიისას ამოდის, ანუ მზე აღმოფწყინდეს გულთაშინა თქვენთან. და მზე რო აინთება, ქრისტე ჩვენში რო აინთება, მას არაფერი აღარ ჩააქრობს. მერე შეგვიძლია ჩვენ თქვათ უკვე, ვინ განმაშოროს მე სიყვარულსა ქრისტეს. გამუდმებით ვლოცულობ თქვენ, ეხლა პავლე მოციქული უკვე. პავლე მოციქულს ვაგრძელებთ. გამუდმებით ვლოცულობ თქვენთვის და შევთხოვთ ღმერთს, რომ
აღივსოთ მისი ნების შემეცნებით. ნახეთ, სულ ამბობ. რა არის ჩვენთვის სულიერ ცხოვრებაში მთავარი? ღვთის ნება შევიმეცნოთ და აღვასრულოთ. და პავლე მოციქული, ნახეთ, როგორ ამბობს. გამუდმებით ვლოცულობ თქვენთვის და შევთხოვ ღმერთს, რომ აღივსოთ მისი, ანუ უფლის ნების შემეცნებით, მთელი სიბრძნით, ნების შემეცნების შემდგომ, მთელი სიბრძნით და სულიერი წვდომის უნარით. ანუ პირველ რიგში ღვთის ნების შემეცნება, რასაც მოყვება გამძნობა და სულიერი წვდომა. რათა ისე იქცეოდეთ, ანუ რათა ისე ცხოვრობდეთ, რისი ღირსიცაა უფალი. ნახეთ რა პასუხისგებლობის წინაშე როგორ გვაყენებს, რანაირად. შენ მოგიწოდა, შენთვის მოკვდა, ეხლა შენ როგორ უნდა მოიქცე? რისი ღირსიცაა უფალი. ანუ ჩვენში უფლის ღირსების შესაბამისი ცხოვრება უნდა დაიწყოს. ეს არის ღვთისნების ცხოვრება. ისე იქცეოდეთ, რისი ღირსიცაა უფალი, ყოველნაირად ცდილობდეთ სათნო ეყოთ მას, მისთვის, როგორც სათნოა მისთვის, ისე იცხოვროთ, ნაყოფი გამოქონდეთ ყოველ კეთილ საქმეში. რა არის კეთილი საქმე? ღვთისნებასთან თანხვედრაში რომ არის, ოღონ ეს საქმე უნდა იყოს ისეთი, რომ ნაყოფი გამოიღოს. ნახეთ, კვლავ და კვლავ პავლე მოციქული გვეუბნება, წეღან პეტრე, ანუ ცდილობდეთ, ყოველნაირად ცდილობდეთ, ესე იგი, ნაყოფი გამოქონდეთ ყოველ კეთილ საქმეში და დაიზრდებოდეთ ღვთის შემეცნებით, ყოველმხრივ ძლიერდებოდეთ მისი დიდების სიმტკიცით. ღვთის შემეცნებით, ანუ ჩვენ უნდა სულიერად ვიზრდებოდეთ ღმერთის შემეცნებით, ანუ ღმერთის შემეცნების გარეშე ადამიანი არ იზრდება. უნდა ვძლიერდებოდეთ მისი დიდების სიმტკიცით. გესმით? ყველაფერი ღმერთთან ერთად ხდება ჩვენში. რათა ყოვლის და ნაყოფად რა გამოგვაქვს? თუ ესია, თუ გავიზარდეთ, თუ გავძლიერდეთ ღმერთთან ერთად, ნაყოფი რა არის? რათა ყოვლის მთმენია. და სულგრძელნი იყოთ, მოთმინება, სულგრძელება, სიხარულით მადლიერება, სიხარულით მადლობდეთ ღმერთს და მამას, რომელმაც იმის ღირსი ყო და რისი ღირსი ყო, რომ წმინდათა ხვედრს ვზიარებოდეთ საღვთო ნათელში. რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან. უნდა მახსოვდეს, სად ვიყავი და სადავა. და შეგვიყვანა თავის ძის სასუფეველში, უნდა ვგრძნობდე, რომ მისი ძის, ანუ ქრისტეს სამეფოში ვარ. და გახსოვთ როგორ ვინათლებით, ხო? განვეშორებით ბოროტს, შეუდგებით ქრისტეს, რომელიც არის ჩვენთვის არა მარტო ღმერთი, არამედ მეფე. ანუ ადამიანი რომ ინათლება, შედის უკვე ამ სამეფოში და როგორ შეიძლება, რომ ადამიანი ამას არ გრძნობდეს და მით უმეტეს როგორ შეიძლება, რომ მან ამ სასუფეველში შემოსვლა მის ცხოვრება არ შეცვალოს. ის უკვე აღარ არის ამასოფლის მოქალაქე, ის ზეცის მოქალაქე ხდება, ნამდვილად თუ არის ადამიანი ეკლესიის წევრი. ანუ ძის სასუფეველში ვინც გამოგვისყიდა თავის სისხლით და მოგვიტევა ჩვენი ცოდვები. ეს გვახსენებს თუ რა ქნა ჩვენთვის ქრისტე. და გაგრძელებს ქრისტეზე საუბარს. ვინც არის ხატი უხილავი ღვთისა. ყველა ხატი ნიშნავს, რომ უხილავს ვერ ხედავ, ხატს ხედავ. ესე იგი ქრისტეს დანახვით, ქრისტესში ღმერთობის დანახვით მე ღმერთს ხედავ. გახსოვთ რა უთხრა ფილიპეს, ვინც მე მიხილა, მამა იხილა. იგი ყველა ქმნილებაზე უწინარესია, ანუ ის არ არის ქმნილება. ქმნილება არის რაც ღმერთმა შექმნა. ის უწინარესი, რადგან პავლე მოციქული უხსნის მაშინდელებს და ჩვენს გვიხსნის, გვახსენებს მასში, ანუ ქრისტეში შეიქმნა ყოველი მიწიერიც და ზეციერიც, ანუ ანგელოზებიც, ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი, ხელმწიფებანი, ანუ უმაღლესი ტრიადის ანგელოზები ღმერთშია, ძეღმერთშია შექმნილი. ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა. ის არის ყოვლის უწინარესი და ყველაფერი მისი მეოხებით დგას, ანუ ის არის ყოვლის მყრობელი. ატომი და მოლეკულა და ელექტრონი არ არსებობს და არ მოძრაობს მისი ყოვლის მპყრობელობის გარეშე. ის არის თავი ეკლესიისა, ეს უკვე ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ ეკლესია ვართ. პირვშრომ მკვდართაგან, ანუ პირველი ვინც აღდგა მკვდრეთით, რათა ყველაფერში პირველობდეს. ანუ სიკვდილში შევიდა ისე რომ დაამარცხა სიკვდილი და ის არის პირველი და ჩვენ შემდგომად მისსა ყველანი დავამარცხებთ სიკვდილს, რომელიც ჩვენში არსებობს. იმიტომ რომ ის არის თავი ეკლესიის და ჩვენ ეკლესიის სხეული ვართ. რადგან კეთილინება მამამ სათნო იჩინა მამამ, ესე იგი, რომ მასში დამკვიდრებულიყო, ქრისტეში დამკვიდრებულიყო მთელი სისავსე, მთელი სავსება. შესაბამისად ეკლესიაში, იმიტომ რომ ისი სხეულია.
ამიტომ არის ეკლესია ასვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა. აწმისი სიკვდილით მოკვდა ქრისტე ჩვენთვის შეგირიგათ მისავე ხორციელ სხეულში შევრიგდით ღმერთთან და შევრიგდით ერთმანეთთან. ამიტომ სიყვარული ერთმანეთის და ღმერთის არა უბრალოდ ვალდებულება, არამედ ჩვენი არსი ხდება, გესმით? ჩვენი არსება ხდება, ის რომ გვიყვარდეს ერთმანეთი და გვიყვარდეს ღმერთი. იმიტომ რომ ქრისტეს სხეულში ვართ. ქრისტეს სხეულში ვიმყოფებით და თუ ჩვენ არ გვეყვარება ერთმანეთი და არ გვეყვარება ჩვენი წინაპრები და არ გვეყვარება ერთმანეთი ეკლესიის წევრებს და არ გვეყვარება ღმერთი, ეს ნიშნავს რომ ჩვენ ქრისტეს სხეულში არა ვართ. როგორ შეიძლება ერთი უჯრედი მეორე უჯრედს ებრძოდეს, ხო სწორია? მაგრამ ეს ყველაფერი რომ მოხდეს, ამისთვის საჭიროა რომ რწმენით დამკვიდრებულნი და გამტკიცებულნი არ განეშოროთ სასოებას სახარებისას. ანუ ის რაც გვეხარა მეც არ განვეშოროთ. ანუ მუდმივად სახარების მიხედვით ცხოვრობდეთ და არ განეშოროთ. ეს ხო ჩვენი ქმედებაა. ანუ განგვამტკიცა ღმერთმა, განმამტკიცა რწმენით, წერია და მე არ განეშოროთ. არ განეშოროთ. ანუ ჩემზეა უკვე დამოკიდებული. აი ესეც საქმეა, რომ არ უნდა განვეშოროთ. პავლე მოციქული თავის თავზე იტყვის, ხოლო მე მისი მსახური გავხდი ქრისტესი, ღვთის განგებულებით, რომელიც მომენდო თქვენთვის, ანუ პავლე მოციქულს მიეცა ისეთი რამე, რაც მნიშვნელოვანია, ღონეს მიეცა არა მხოლოდ პავლესთვის, არამედ ჩვენთვის მიეცა. მომენდო თქვენთვის, რათა აღვასრულო ღვთის სიტყვა, საიდუმლო, მისტიკა, ანუ საიდუმლო, დაფარული უკუნისიდან, თაობათა დასაბამიდან, ესე იგი საიდუმლოება არსებობდა და მოდიოდა თაობიდან თაობებს გადაეცემოდა, რომელიც მე მომენდო პავლე მოციქული ამბობს. ხოლო გაცხადებულია მისი წმინდათათვის, ანუ გაცხადა ეს საიდუმლო არა მარტო ჩემთვის პავლე მოციქული ამბობს, არამედ წმინდანებისთვის. ვინ არიან წმინდანები, ვინც ღვთისნების აღსრულებელნი არიან. ანუ ისინი, ვინც ღვთისნებას აღასრულებენ, პავლე მოციქულის დარად იგებენ ამ საიდუმლოებას. რომელიც ღვთისნებით ეუწყა ამ წმინდანებს, ანუ ვინც ღვთისნებას აღასრულებს და რა თქმა უნდა მათ შორის პავლეს თავის თავზე საუბრობს. რა არის სიუხვე ამ საიდუმლოს დიდებისა? სიუხვე საიდუმლოა, ეს საიდუმლო დიდებულია და თან უხვია. ნახეთ როგორ სიტყვებს იყენებს. ანუ ჩვენი გონებისათვის დაუტევნელი საიდუმლოებაა და მისი დიდებას დაუტევნელია. და რა არის ეს და გახსოვთ ეს ცნობილი სიტყვები, ბევრჯერ მithქვავს, ეს არის ქრისტე თქვენში დიდების სასოება. ანუ თქვენში იმედია განდიდებული, იმიტომ რომ იმედი ქრისტეა და ქრისტე თქვენში, ანუ ჩვენში ქრისტე ღიებს. გონება მიუწვდომელი საიდუმლოება. და აი სწორედ ამასო მე აგზელოს პავლე მოციქული ვქადაგებთ და შეგაგონებთ ყველას. რათა მთელი სიბრძნით ჩვენ უნდა დავმოძღვროთ ყოველი ადამიანი და სრულ ქმნილად ვინ არის სრულქმნილი, ვისშიც ქრისტე ცხოვრობს, ის წარვადგინოთ ქრისტე იესოში, ანუ ღმერთში წარუდგინოთ, როგორც გამზადებული, გადასარჩენად გამზადებული. ეკლესია ამას აკეთებს, შემოყავს ადამიანები და ამზადებს გადასარჩენად, რომ გარდაცვალებისას ცხოვრობს რა მასში ქრისტე, ცხოვრობს რა მასში ღვთის სული, რომ წარსდგება ღვთის წინაშე, როგორც იონე მოციქული იტყვის, მერე დაინახოს, რომ ისეთივია, როგორიც ის არის, როგორიც ქრისტეა. აი ესეთი დიდებულება ატარებდნენ თავის გამოცდილებაში მოციქულთა თავნი პეტრე და პავლე და ასევე ყველა მოციქული და ყველა წმინდანი 2000 წლის განმავლობაში. და ჩვენ თუ არ დავეწაფებით მათ თხუზულებებს, ჩვენ ძალიან გავღარიბდებით, იმიტომ რომ ჩვენი გამოცდილება ბევრად სუსტია, ვიდრე მათი გამოცდილება. ხო გესმით და მათ გამოცდილებას როცა ვეზიარებით, ჩვენ მდიდრდებით მათი გამოცდილებით. და თუ ჩვენ შესაბამისად ვცხოვრობთ, როგორც ისინი მოგვიწოდებენ, მაშინ ჩვენ ნელ-ნელა მათ სიტყვას ვიგებთ, განვიცდით და მათი ცხოვრების თანამონაწილენი ხდებით. და ამით ხდებით ნამდვილი ქრისტიანები, დიდება მის სახელს, ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა, ამინ. გილოცავთ დღევანდელ დღეს.